საღამოში და ვისა მოგესალმებით ყველას. რა ბედნიერი დღეა დღეს, იმიტომ რომ დღეს არის ორშაბათი. ძალიან მალე რაღაც სამკვირაში უკვე ახალი წელიც მოვა და ახალ წელთან ერთად ჩვენ უბრალოდ თქვენ გამოავლენთ ახალ ჯეოსტარს. ახალ ჯეოსტარს ვარსკვლავს თქვენ აირჩევთ სულ მალე ახალ ვარსკვლავს, მაგრამ მანამდე მინდა შეგახსენოთ რომ წინა კვირას მოხდა ასეთი რამ. 5 ადამიანიდან დარჩა 4 და მეხუთე ადამიანი ვინც დაახტობა იყო დუმბო, ნათია დუმბაძე გურიიდან. ის ახლა ჩვენთან ერთად არის, მივალ გურიაში მარადო და წავიდა, მაგრამ დღეს ჩვენთან ერთად არის ნათია დუმბო. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და იღიმი რაც თავარია. თელეკვირის მანძილზე შეგეძლოთ ყველა ადამიანს ნებისმიერ თქვენგანს, ვინც ახლა თვალსადევნებს ჯეოსტარი 2010. თელეკვირის მანძილზე შეგეძლოთ ხმა მიგეცათ თქვენი რჩეულისთვის, რათა გადაგერჩინათ ის, რომ არ დაეტოვებინა პროექტი. მართალია ნათიას შემთხვევაში ეს არ მოხდა, მაგრამ ამ კვირაშიც ალბათ იაქტიურეთ, დარწმუნებული ვარ რომ ოჩაღად მოიქეცით. და მე აქვე მინდა შევახსენო ყველა ადამიანს, რომ ამ პროექტში გაიმარჯვებს მხოლოდ და მხოლოდ ის, ვისაც მეტი ხმა ექნება. ხო? ანუ ეს არის დამოკიდებული თქვენზე, ბადიმცემულო, ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებო. ეს არის ყველაზე მობილური, ყველაზე მუსიკალური, ყველაზე ლიბერალური და დემოკრატიული, რა თქმა უნდა, მუსიკალური შოუ. ასევე ჩვენ ხომ ესე იგი საერთაშორისო პროექტი შეიქმნა ამ პროექტისგან, ჯეოსტარისგან და მთელი მსოფლიო გვადევნებს თვალყურს ორშაბათობით და მათ შორის 8 ქვეყანა არსებობს, რომელსაც შეუძლია უშუალო აქტიურობა და მონაწილეობა მიიღოს. ეს არის რუსეთი, უკრაინა, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ისრაელი, საფრანგეთი და თურქეთი. ეხლა მოცემულია კოდები, რომელიც შეგიძლიათ იქ შორეულ ამ ქვეყნებში ამოიწეროთ და ამის მიხედვით დაუმესიჯოთ აუცილებლად თქვენს რჩეულს. კარგად დაიმახსოვრეთ, მაგრამ თუ ვერ დაიმახსოვრეთ, რა პრობლემაა, მიაკითხეთ საიტს JeoSL-G-ს და ყველაფერი დაწვრილებითი ცნობები მოგეხსენებათ, რომ ამ საიტზე არსებობს. ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ჟური. რაღაც თქმა უნდა, ჟურის გარეშე როგორ ვიქნებით, თუ მათი შეფასება არ მოვისმინეთ, არაფერი არ გამოვა. და მე მინდა წარმოვადგინო პირველი 5 ადამიანი. ეს არის ლანა ქუთათელაძე. მოგესალმები ლანა. მეგრე 5 მეორე 5 ადამიანზე უნდა გადავინაცვლო. ეს არის ლევან ჭოლაწულაძე. მოგესალმებით ბატონო ლევან. ერთი ადამიანს ვერ დაუხვიეთ მაგრამ. არა, არ ეხება, არ უნდა. და იგი 5 ჭათა ანსამბლი იქნება, კვარტეტს გავაკეთებთ, მე სნარად ვშიდად, მაგრამ არა. გამორჩეული უნდა რომ იყოს და ასეც არის ჟიურის თავმჯდომარე ქალბატონი მარინა ბერიძე. დღევანდელი ჩვენი ტური თლიანად ეძღვნება ყველაზე მაგარ კინომუსიკას. დამიჯერეთ საკმაოდ საინტერესო, ძალიან კარგი ტური გველოდება წინ და რა თქმა უნდა ჩვენს კონკურსანტებს დაეხმარებიან იმაში, რომ საუკეთესოდ წარდგნენ თქვენს წინაშე ჩვენი ბენდი, ბას-გიტარა, ნოდარ ეფთიმიშვილი. და სარწმელი ინსტრუმენტი, ანუ დრამერი, გია სალაღიშვილი. გიტარა, დავით მასტერანოვი. ელექტროპიანო, ირაკლი მენთეშაშვილი და როიალტონ პატადრიადე.
დიდი მადლობა ბენს რომ ჩვენთან ერთად არიან და რა თქმა უნდა ანანოსთან უნდა გადავინახოთ. ანანო მოგესალმები, გამარჯობა. საღამო მშვიდობიდან დუტა მეც მოგესალმები, მივესალმები მთელ საქართველოს TBC Smart კლუბიდან, სადაც უკვე 4 ჯეოსტერელთან ერთად ვიმყოფები, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირიდან კვირამდე უფრო ცოტავდებით და უფრო მალე მიუახლოვდებით ფინალს. სამაგიეროდ ჩვენ მრავლდებით აგერ დარბაზში, იმიტომ რომ ყველანი აქ მოდიან პირველ რიგში. ძალიან მიხარია. მე ტრადიციულად სიახლით დავიწყებ TBC Smart კლუბიდან დღევანდელ კონცერტს, რაც რა თქმა უნდა ისევ TBC ბანკს ეხება. TBC ბანკში უკვე დაიწყო ვიზა ბარათების ფესტივალი და ამ ფესტივალის ფარგლებში არაჩვეულებრივი პრიზებით დაჯილდოვდება TBC ბანკის ვიზა ბარათის 100 მომხმარებელი. რას ველაპარაკები? მათ შორის მთავარ პრიზებზე მოგახსენებ, მათ შორის მთავარ პრიზის მფლობელი არც მეტი, არც ნაკლები TBC ბანკისგან 1 მილიონ smart ქულას მიიღებს, ხოლო მეორე პრიზი არის მდგომარეობს იმაში, რომ ესე იგი აირჩევ ნებისმიერ ქვეყანას, როგორც ვიცი, ხო სწორი ვარ? კი, ნებისმიერ ქვეყანას აირჩევ და ორკაციან საგზურს გადმოგცემს TBC ბანკის საჩუქრად. გადასცემს მეორე პრიზად თბილისის. მოკლედ ოცნების ქალაქში იმოგზაურებ ამ საჩუქრად. ისლანდიაზე გიждები, როგორ მინდა წასვლა ისლანდიაში ხოდა თუ გაქვს TBC-ის ვიზა ბარათი, გამოიყენე აქტიურად და არ არის გამორიცხული შენს გახდე ამ პრიზის მფლობელი. მე არა მაქვს. 3 დეკემბრიდან დაიწყო ეს აქცია, გაგრძელდება 31 დეკემბრამდე და ამ აქციაში ავტომატურად ამ ფესტივალში უფრო სწორად ავტომატურად მიიღებს TBC-ის ვიზა ბარათის ყველა მომხმარებელი, ვინც ამ პერიოდში მინიმუმ 5 ლარის ოდენობით გააკეთებს შენაძე საქართველოს მომსახურების და სავაჭრო ცენტრებში და ასევე ინტერნეტითაც თუ ისარგებლებს. რა ბედნიერება. მოკლედ თუ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია გსურთ, მიაკითხე აუცილებლად დუტა TBC ბანკის ვებგვერდს www.tbcbank.g. რას ველაპარაკები? აჰა, ძალიან კარგი. ესე იგი, ანანო, კიდე ერთი შეკითხვა მაქვს, შეიძლება სანამ იმ ტრადიციულ თქვენს ვარცხნილობას შევეხებოდე, რომელიც არა, უნდა შევეხოთ აუცილებლად, რადგან ისევ და ისევ სილამაზის სალონების ქსელმა ნატალი მიზრუნდა საკმაოდ კარგად, როგორც ხედავთ, ჩვენს ვარცხნილობაზე, სადაც დაიწყო უკვე საახალწლო აქცია ნატალის მომსახურებაზე და ასევე პროდუქციაზე. აი, ეთყობა, აი ვარცხნილობაზე ეთყობა და აქციაც რო დაიწყო საახალწლო, ესე შეეთყო ჩვენ კონცერტს. არაჩვეულებრივად გამოიყურებიან და ახლა დროა გადავინაცვლოთ და დავიწყოთ ჩვენ კონცერტზე. ვინ გახსნის დღევანდელ კონცერტს და წინაკვირ, როგორც წინაკვირას იყო, არც კონკურსანტი არ გახსნის, ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ შვიდად იყოთ. ჩვენთან სტუმრად არის ჯეოსტარი 2009-ით გამარჯვებული ნოდიკო ტატიშვილი. მივესალმოთ. ნოდიკო, გამარჯობა. ნოდიკო შეგიძლია გამოხვიდე სამალავიდან. ნოდიკო დღეს ჩვენი ჯეოსტარლების გასამხნევებლად მოვიდა და ის შეგვისრულებს სიმღერას 9 კვირა, როგორც ვიცი, ესე ქვია ფილმს You Can Leave Your Hair On. ჯოკო კერის სიმღერა. წარმატებებს გისურვებ ნოდი. მეტი რაღაც წარმატებები უნდა მოიპოვოს ნოდიკო ტატიშვილმა. ჯეოსტარი 2000-ის გამარჯვებული. ყველას საყვარელი მიროვნება. თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნოდიკო ტატიშვილი. ნოდიკო, შენ იმღერე და მაშინ მე დავიწყო. აკავა, აი ქალბატონო მარინა.
კაცია? ნოდიკო! დიდი მადლობა უთხრათ ნოდიკო ტატიშვილს. პატარა სიტყვა ვთქვა, შეიძლება დუტა? აბარა. აი ეს არის ჯეოსტარი 2009. წინა კვირას იყო ჯეოსტარი 2008. აი ასეთი ბიჭები ყავს ჩვენ და უფლება არ აგვაქვს რომ ამათზე ნაკლები იყოს ჯეოსტარი 2010. რაც შეეხება ნოდიკოს ჩვენ წინა ორშაბათს მოვისმინეთ სუხიტას დისკიდან ერთი სიმღერა. მე მიხარია ის რომ ნოდიკო ამზადებს დისკს რომელიც უკვე ჩაშვებულია. ეს არის ჯეოსელის საჩუქარი და მე ასე მგონია და ჩვენ ყველას რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი არის დისკის ჩაწერა და სულ